2026 წლის 31 მარტი 2025 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია. აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 აპრილი 2025 წლის საწარმოს და ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია. რა არის საშემოსავლო გადასახადი, როგორია საშემოსავლო გადასახადის გადახდისა და ანგარიშწორების წესი, ასევე რა ახალ ინიციატივას თავაზობს შემოსავლების ამსახური კომპანიებს საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციებისთვის მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით თემაზე შესაუბროთ შემოსავლების ამსახურისა და ბიზნეს პარტნიორის რუბრიკის სტუმარია შემოსავლების ამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ლევან გებუაძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თავდაპირველად რომ განმარტოთ 31 მარტისა და 1 აპრილის რა თარიღებია ფინანსურ ნაწილში და მე უკვე ვისაუბროთ ჩაშლა თვითონ ამ მიმართულებაზე. კი ბატონო, სწორედ ბრძანეთ, ეს არის ყოველწლიური სავადო თარიღები, როდესაც 31 მარტის ჩათვლით იმ მეწარმეებს, მათ შორის მეწარმე ფიზიკური პირებს და მოქალაქეებს უწევთ წარმოადგენონ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი იმ შემთხვევაში, როდესაც მათ აქვთ ორგანიზებული სამეწარმეო საქმიანობა, მიღებული აქვთ შემოსავლები და გადახდის წყაროსთან შემოსავალი არ დაკავებიათ. აქვე დავაზუსტებ, ვიზე ვრცელდება, ან ვინ არიან ეს მეწარმე სუბიექტები? დიახ, ეს არის სხვადასხვა სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, რომლებიც დამოუკიდებლად იწევიან სხვადასხვა მომსახურებას პირადად და ახორციელებენ შექმნილი პროდუქციის მიწოდებას. მეორე, ეს არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, რომლებსაც აქვთ ასევე პასიური საქმიანობა, გარდა თავიანთი პროფესიული საქმიანობისა, ძირითადი საქმიანობისა, აქვთ პასიური, მაგალითად, ქონების იჯარით გაცემა. საიდანაც უწევთ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის წარმოდგენა. ეს არიან ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებში დასაქმებული ფიზიკური პირები, რომლებზეც მიღებული შემოსავალი გადახდის წყაროსთან არ უკავდებათ. ასევე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დასაქმებულები არიან დიპლომატიურ დაწესებულებებში და მათაც გადახდის წყაროსთან შემოსავლები არ უკავდებათ. ყველა ამ ჩამოთვლილ კატეგორიას გადასახადის განამხტელებს. კი ბატონო, ანუ მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ. ეს არის კომპანიები, რომლებიც ყოველთვიურად პირობითად იხდიან საშემოსავლო გადასახადს. ეს არის ის ჩამონათვალი, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, რომელსაც სწორედ 31 მარტს აქვს წარდგენის ბოლო ვადა. ეხლა დანიშნულოვანია თვითონ რა არის ეს საშემოსავლო გადასახადი და რა განაკვეთზე აქვს საუბარი, ანუ რა რისი გადახდის ვალდებულება აქვთ ამ პირებს. საშემოსავლო გადასახადს მეწარმე ფიზიკური პირები იხდიან მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე საგადასახადო ორგანოში ხარჯების გამოკლების გათვალისწინებით, რომელსაც ადეკლარირებენ ხარჯების გამოკლების გათვალისწინებით, განაკვეთი დამოკიდებულია საქმიანობაზე, შესაძლებელია ეს იყოს 20% ან 5%. მიუხედავად იმისა, თუ რა საქმიანობას ახორციელებენ. ძირითადად იმ მეწარმეებისათვის, რომელთაც არ აქვთ სპეციალური რეჟიმები, იქნება ეს მიკრო თუ მცირე ბიზნესის რეჟიმი, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არის 20% მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე. იგივე 20%-ია დაქირავებულ პირთა შემთხვევაში, რომლებსაც გადახდის წყაროსთან არ უკავდებათ შემოსავალი, როგორც წეგან აღნიშნე, ეს არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის და დიპლომატიური დაწესებულებაში დასაქმებული შეღავათებსაც ითვალისწინებს ამ შემთხვევაში კანონმდებლობა და ვის ეხება ეს შეღავათები? შეღავათები ეხება ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს. შესაძლებელია ეს იყოს სხვადასხვა სახის ჩამონათვალი, მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე არის 1500-დან 3000 და 6000 ლარამდე სხვადასხვა კატეგორიის პირებისათვის არის, ასევე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულ პირთათვის 200,000 ლარი მიღებული შემოსავალი განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან. მაღალმთიან რეგიონის საწარმოს სტატუსის მქონე ფიზიკური პირები ასევე არიან განთავისუფლებული საშემოსავლო გადასახადისაგან. შეღავათების ნაირსახეობა ძალიან ვრცელია, დიდია და მისი სრული რეესტრის ნახვა შესაძლებელია ჩვენს სამსახურის სტატისტიკურად რამდენად ბევრია ასეთი პირი, რომელსაც დაუშვათ 31 მარტს ეწურება საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადა. ჩვენი მოლოდინებით 2026 წელს 31 მარტს ჩვენი მოლოდინებით დაახლოებით 150,000 პირისაგან ესეთ დეკლარაციებს, რომლებსაც გაუგზავნეთ წინასწარ SMS შეტყობინებები, მათ მოახლოება საუბრობთ მაჩვენებელი მზარდია და რაც უფრო სასიხარულო მზარდი არის ასევე ნებაყოფლობითი დეკლარაციის წარმოდგენის და სწორი მონაცემების დეკლარების მაჩვენებელი, რომელიც წინდან წლამდე გვაქვს. რამდენად სწორად აცნობიერებენ დაუშვათ ეს ფიზიკური პირები, რომელსაც ახლა და თქვენ საუბრობთ, რომ საშემოსავლო გადასახადი მათაც აქვთ გადასახდელი და არ აქვს მხოლოდ პირობითად ცალკეულ მსხვილ რომელიმე კომპანიას ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ან სხვა ტიპის საზოგადოებას. სწორედ ბრძანეთ, რომ
თვითდასაქმებულები, რომლებიც ინდემეწარმეებად არიან რეგისტრირებულები, მეტი ინფორმაციის მიწოდება სჭირდება და რეგისტრაციის დღიდანვე მათ ეგზავნებათ საინფორმაციო ბარათი წარმოსადგენ მომავალ ვალდებულებებთან დაკავშირებით. მათ გადახდის წყაროსთან არ უკავდებათ ეს შემოსავლები, ეს თვითონ გამოიმუშავებენ ან შემოსავლებს, იმიტომაც იწოდებიან თვითდასაქმებულები და მათთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, რომ წლის ბოლოს წელიწადში ერთხელ აქვთ სწორედ ამ საშემოსავლო გადასახადის დეკლარირების ვალდებულება. კი ბატონო. რაც შეეხება მოგების გადასახადს, აქ ამ შემთხვევაში რა ხდება, ვის ეხება მისი გადახდა და რა ტიპის ვალდებულებებია ამ ნაწილში? მოგების გადასახადიც ასევე 31 მარტის ჩათვლით ეს ეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მოგების გადასახადს არ იხდიან განაწილებული მოგების მიხედვით. ძირითადად ეს არის საფინანსო სექტორი. იქნება ეს ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ლომბარდები, სესხის გამცემის სხვა სუბიექტები და ასე შემდეგ. მათ ეკუთვნით მოგების გადასახადი ასევე მიღებული შემოსავლების შეპირისპირებით ხარჯებთან და კუთვნილი მოგების გადასახადიც სწორედ ამ ბაზაზე გენერირდება და მათთვისაც ასევე გაგზავნილი არის საინფორმაციო სახის შეტყობინებები. კი ბატონო, ამ შემთხვევაში დავუშვათ, რამდენი გადამხდელის მიერ გადასახადის გადახდას ვარაუდობთ? იურიდიულ პირებს რაც შეეხება დაახლოებით 300 კომპანიას ველოდებით წლიური მოგების გადასახადს და ქონების გადასახადს. კონსოლიდურია. ქონების გადასახადს ველოდებით დაახლოებით 80,000 ესეთი იურიდიული პირის. გარკვეულწილად უკვე შეეხეთ ქონების გადასახადს. 1 აპრილი არის ბოლო ვადა, ხო? ანუ რა ვადაა და ამას დაახშეთ არის, რომ ადამიანებს ხშედ ერევათ პირობითად 1 აპრილი და იგივე 31 ოქტომბერი, როდესაც ასევე ქონების გადასახადთან დაკავშირებით არის ხოლმე მთელი აჟიოტაჟი და მე და თქვენ ბევრჯერ გვისაუბრე ამ ნაწილს. ამ კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, რა ვალდებულებები და რა ქონებას ეხება ეს 1 აპრილს გადახდის ვალდებულება? საწარმოები და ორგანიზაციები, რომლებსაც 2025 წელს გააჩნდა დასაბეგრი ქონება, ვალდებული არიან არაუგვიანეს 1 აპრილისა და დეკლარირონ კუთვნილი ქონების გადასახადი და გადაიხადონ ამავე ვადაში. ეს არის ძირითადი საშუალებები, ნაგებობების შენობა, ნაგებობა, დაუმთავრებელი მშენებლობა, მათ შორის ინვენტარი, რომელსაც იყენებენ არანაკლებ 1 წლის ვადით. ერიცხებათ ბარათზე, ერიცხებათ ბალანსზე და გამოყენებულია ეკონომიკურ საქმიანობაში. აქ ორ ნაწილად გავყოთ უბრალოდ ეს არის ერთი ნაწილი, როდესაც ქონებაზე იხდიან 1 აპრილს, მეორეა ადეკლარირებენ 1 აპრილის მდგომარეობით ასევე მიწის შესახებ ინფორმაციას, თუ რა საკუთრებენ მიწის ნაკვეთებს, ასევე სახელმწიფოს განახ შესაძლებელია სარგებლობაში აქვს გადაცემული მიწის ნაკვეთები, უბრალოდ აქ უნდა განვასხვავოთ, რომ მიწაზე ქონების გადასახადი იხლებინება მიმდინარე წლის 15 ნოემბერს. ორივე დეკლარირდება 1 აპრილის ჩათვლით, ხოლო მიწაზე იხდებინება 15 ნოემბერს, დანარჩენ ქონებაზე 1 აპრილის ჩათვლით. კი ბატონო. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ელექტრონულ სხვადასხვა მომსახურებას უკვე ელექტრონული სახით ახორციელებს შემოსავლების სამსახური და აქ სულ არის ხოლმე, რომ აი რამდენად ეს ოპტიმალურად მორგებულია გადამხდელზე, რამე სიახლე ხომ არ არის დაუშვათ პერიოდულად. ამ შემთხვევაში, მაგალითად ამ ტიპის ამ გადასახადები, რომელიც ახლა მე და თქვენ ვახსენეთ, მათი გადახდის შესაძლებლობა თუ არსებობს ელექტრონულად და რაიმე სახის სირთულეს წარმოადგენს თუ არა ელექტრონულად ამ გადასახადების გადახდა, ან რამე სიახლე ხომ არ გაქვთ ამ ნაწილში. გეტყვით, რომ დეკლარაციების თითქმის 100% ჩვენთან წარმოდგენდება ელექტრონული ფორმით, ასევე გადასახადის გადახდა შესაძლებელია ელექტრონულად. არ არის საჭირო საბანკო დაწესებულებების ვიზიტი, ჩვენივე პორტალის მეშვეობით, მათ შეუძლიათ როგორც დეკლარირება მოახდინონ, ასევე კუთვნილი გადასახადის გადახდა. აღნიშნავთ, რომ იმისათვის, რომ გაუმარტივოთ დეკლარაციის შევსება მეწარმეებს, იქნება ეს მეწარმე ფიზიკური პირით, იურიდიული პირით, ჩვენ გვაქვს შემუშავებული და ჩვენ საიტზე ხელმისაწვდომი არის ელექტრონული ვიდეო გზამკვლევი, რომელიც ეხმარება გადამხდელს მარტივად შეავსოს დეკლარაცია და გადმოაგზავნოს. იმიტომ რომ შესაძლებელია მაგალითად ახალ რეგისტრირებულ საწარმოს უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება იყოს მათთვის საჭირო და ამისათვის მათ შეუძლიათ ისარგებლონ გარდა ვიდეო ინსტრუქციებისა, ასევე ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის კონსულტაციებით და ასევე ონლაინ ჩატის მეშვეობით მიიღონ ინფორმაცია. და კიდევ ერთი თემა, რომელსაც მე სავამ ნაწილში ვახსენე და რომელსაც ასევე მინდა რომ ჩვენი საუბრის ბოლოსკენ აუცილებლად შევეხოთ, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკადასახადო ორგანოს ხსნა საერთაშორისო კონტროლირებული ტრანზაქციები და ამის ანალიზი როგორ ხდება, რამდენად აქტიურად იღებთ ამ ტიპის ინფორმაციას და მე როგორ ამუშავებთ და როგორ იყენებთ ამ ანალიზს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური წლები ამუშავებს. წელს არის პირველი წელი, თებერვლის თვეში შევიდა ცვლილება დეკლარაციებში, დაემატა
შესაბამისი საინფორმაციო ველი, სადაც იმ პირებს, ვისაც გასულ წელს, ანუ 2025 წელს მიმოვიდა, ეს არის პირველად დეკლარირებადი ინფორმაცია. აქვთ საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციები ურთიერთდამოკიდებულ პირებთან საზღვარგარეთ ან ოპერაციები შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტ პირებთან და ტრანზაქციის ოდენობა აღემატება 500,000 ლარს გასული წლის ტრანზაქციას, ანუ 2025 წლის ჯამს, სადაც გაითვალისწინება ასევე უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება და ასევე ამ ნაშთი ღებულობს მონაწილეობას დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთები. თუ კომპანიას აქვს ესეთი ტრანზაქცია, მან დეკლარაციაში უნდა მიგვითითოს ინფორმაცია ამის თაობაზე, რაც უმარტივებს შემოსავლების სამსახურს ანალიზს, ჩვენ რომელსაც ისედაც ვახორციელებთ ამ ინფორმაციის წარმოდგენის და დეკლარირების გარეშე, თუმცა ეს ბევრად გაამარტივებს პროცესს, როდესაც იქნება ინფორმაცია წარმოდგენილი გადასახადის განმართველის მხრიდან და იქნება მითითებული აქვს თუ არა უკვე შესაბამისი დოკუმენტაცია შექმნილი, ან აპირებს მომავალში შექმნას, ამის და მიხედვით ჩვენ ამას პერიოდულად ვაანალიზებთ და ვახდენთ კომუნიკაციას, რამდენად შეესაბამება ფასი ურთიერთდამოკიდებულ პირებთან საბაზრო ფასის პრინციპს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ბევრი ალბათობა იმისათვის, რომ უცხოეთში ტრანზაქცია მოახდინო საბაზრო ფასისგან განსხვავებული ფასი და შესაბამისად ამით აიცილო ადგილობრივ ქვეყანაში გადასახადი. რომ დავუშვათ ამ ხრივ დავუშვათ გადასახადის არაკეთილსინდისიერმა გადამხდელმა თავი არ მოატყო სახელმწიფო. ძალიან სიღრმისეული ანალიზი ხდება სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ შორის მესამე მხარისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, თუმცა ამას ვახორციელებთ უკვე წლები არის და ჩვენი მთავარი მესიჯი ამ ინფორმაციის დეკლარირების რაც მოხდა წელს არის ის, რომ მან გამჭვირვალედ წარმოგვიდგინონ ინფორმაცია, ხოლო ჩვენ დაუდასტუროთ ეს ტრანზაქცია შეესაბამება თუ არა საბაზრო პრინციპს, რა თქმა უნდა. მათ ასევე იმისათვის, რომ დაზღვეული იყოს ბიზნესი და განსაკუთრებით უცხოური ინვესტიციები, შესაძლებლობა აქვს გააფორმონ საფასო შეთანხმებას შემოსავლების სამსახურთან, რომელიც მათ აზღვევს ნებისმიერი რისკისაგან მომავალში განსახორციებელ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, თუ მათ ექნებათ შეთანხმება საგადასახადო ორგანოსთან ფასთან მიმართებაში, საგადასახადო შემოწმებელს არ შეიძლება და არც აქვს კომპეტენცია, რომ ამ ფასისგან განსხვავებული ფასით, ესე ვთქვათ, მოახდინოს ოპერაციის კორექტირება და გადაანგარიშება. ეს არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც საგადასახადო პოლიტიკის ინსტრუმენტია და ძალიან ესე დაზღვევას და გარანტიას დაუბრუნებს ბიზნესს ამ ნაწილში, რომ დაიზღვიონ თავი და მომავალი ოპერაციები. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთი თემა. სხვა სიახლეებით ხართ წარმოდგენილი 2026 წელს, რას უნდა ველოდოთ? 2026 წელს ბევრი სიახლეები გვექნება ასევე ჩვენი პროცესების გამარტივების მხრივ, გაელექტრონულების მხრივ, სადაც ჩვენ მომხმარებლებს შევთავაზებთ უფრო მარტივად ხელმისაწვდომ სერვისებს, რომლებიც დაწყებული დეკლარაციიდან დამთავრებული სხვადასხვა სერვისების ხელმისაწვდომობით იქნება უზრუნველყოფილი და შეთავაზებული 2026 წლის განმავლობაში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ სხვა დროსაც ბიზნეს პარტნიორის. მადლობა მოწვევისთვის.